ესეც ჩვენი ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარი. აჰა, შემოვედით. ყველაფერი მზად არის და ეხლა შევალ ტანკ და წავით. აეროპორტში მხედა რიგები გავიარე. მე მგონი უკვე ნანობ და ვჯავრობ. დავიღალე მაგრად. დავიკარგები არ მეშენია, იმიტომ რომ მთელი ქუთაისი ფაქტიურად საბერძნეთში არის. ესეც ჩვენი კოპიტნარი. ჩემ თავს ვუსურვებ ბედნიერ ფრენას. აბა წავედით. ესეც ჩემი თვითმფრინავი. გემშვიდობები ჩემო ქუთაისო. აბა დროებით. Rato le sometimes watch your flow what the flow sundown watch your lyrical the more of sundown watch us bend in ara so the sundown single song and from the nivando when the maraviksi volosali erti ara dara vis sarvar sakhipato madam kalamia dateni lidenti nerd life swing head down some darbas gache down sweets mi hrens kapedaus midi gaiare nakhsheni toli bozo bavsho sen midi mudi shen machveni tempi maleia Dajar sunda meti dakwirveba Shoridan rat shemomitsvale Magiraya Magiraya Shemi shavi shuri sharebi da rat shemoiare midi damitvale barebi asri gamoitare Vaches kodom khari mara vitsi vegana kremeti meki gaviare manzili da shemupute trendi Vedavs ramdes bedavs pedal sajers baba Shegida dekida nabazaro bende bamba Shavi bendi ramkashi da utavs bazars la savsual sakhals nazavs tankhatavs Vinubams khals vinubams ambozebs Diridan ჯერ ქუთაისში ხო ვიყავი, რავი 1-2 საათი ალბათ რიგში რეგისტრაცია რო გამიარა. ეხლა ჩამოვედი აგერ ათენში და რამდენი ხანია დასასვლელისკენ მივდივარ, ჯერ ვერ მივაღწიე რა. ვაჰ, ბიჭო. არადა კი არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ დავიღალე რა. ვერ მივაღწიე. იმედია მალე დამთავრდება ეს გზა. აი რამდენი გამოვიარე, ბიჭო, რამდენი გამოვიარე. კიდევ ვერ მორჩი. მე მგონი საჭირო აღარ არის მეტი ვიდეოების ჩაწერა. ისედაც უკვე გრძელი ვიდეო გამოვიდა. რა სიტყვით. ჩვენი ათენი მეგობრებო, რომელი ქუთაისის ქუჩა არ ჯობია, რომელი თბილისის ქუჩა არ ჯობია, დედას გაფიცებთ რა, 64-ში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ 64-ში. საქართველო არის აი 64 არის საქართველო დედას გებიცებით. ეხლა გავალ მე სხვადასხვა უბნებში კიდე დავათვალიერებ რა თქმა უნდა. სხვადასხვა მე ძალიან მაგრად მინდა და მაინტერესებს კიდე აქაური მართლმადიდებლური ტაძრები და აუცილებლად შევალ. გურგენ, მოკლედ ათენშიც აგერ არ გვეშვებიან რა, ათენშიც არ გვეშვებიან. ეხლა დავაგემოვნოთ ცოტა საჭმელები. რა თქმა უნდა, მოვედი ისეთ ადგილას, სადაც ქართველები არიან და ქართული სამზარეულო არის. აი, სადმე აქ დავჯდები ეხლა. მოკლედ, რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა აღნიშნო, რომ ერთი ფაქტი რა, რომ საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ. ვერ ვეგუები ჰავას ვერანაირად, რაღაც მძიმე ჰაერი არის რა. ეხლა შევუკეთე ქართულ სამზარეულოში რაღაცეები და საღამოს კიდე უკვე აქაურ ზღვის პროდუქტებსაც დავაგემოვნებ. პირველი რაც მოიტანეს, აქაური წყალი დავაგემოვნებ აუცილებლად, მაინტერესებს წყლის გემოც. ლუდი მომიტანეს უკვე, ალფა დავაგემოვნებ და ემოციებსაც გეტყვით, რავი, თუ ჯობია ქართულ ლუდს. ჩემთვის ერთ-ერთი წამყვანი და საუკეთესო ლუდი არის ქართული, გერმანული, ჩეხური. ნახოთ ეხლა აქაური ლუდიც. შრალი წყალი გაგიგიათ? რაღაც მშრალია. წყალიც კი აბსოლუტურად განსხვავებული არის. ეხლა ლუდი დავაგემოვნოთ. გემრიელი ლუდია. ლუდი მომეწონა. როგორც იქნა რაღაც მომეწონა. კარგი ლუდია. მე მახსოვს ბავშვობაში, ქუთაისში ლუდი აიას გემო. და რაღაც თითქოს წააგავს. ბავშვობაში დამაბრუნდა. ხოჭა ლუდი მომეწონა ნამდვილად. საბერძნეთში გავსინჯე იმერული
აქეთ კიდე ესე იგი ეს კი ვიცით რაც არის სომხურს რო ეძახიან ტოლმა გახვეული ვაზის ფოთოლში რომ გითხრათ სიმართლე ვერ გადავირიე ვერც იმერულით იმიტომ რომ ზესტაფონი მაინც ზესტაფონია მაგრამ თელამაში მაინც ნორმალური არის საღამოს კიდე დავაგემოვნებ ზღვის პროდუქტებს და აუცილებლად მაგასთან აკავშირებით გეტყვით აი ფასების როგორი არის ესე იგი საქონლის ხორცი 18 ევრო 15 ევრო ნაჭრებიდან გამომდინარე არის კურდღელი 11 ევრომდე თითქმის იგივე ფასები არის რაც ჩვენთან რა საზამთრო 2.60 ბურგერის კატლეტი აი რამხელა ფასი აქვს აი ეს ევროპული ყოლები ჩვენთან უფრო ძვირი ღირს რა თქმა უნდა რა მაგრამ არის ძალიან ბევრი მრავალსახეობა რა აი პიცაზე მოსაყრელები უკვე მზა პროდუქცია ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის აი 40 წელს გადაცილებული ადამიანების დასაქმება ხო რაც საქართველოში საკმაოდ დიდი პრობლემა არის აი აქ ახლა მარკეტში რო შემოვედი უმრავლესობა არის 40 წელს გადაცილებული ადამიანი ვინც მუშაობს ჩვენთან რო სკოლის მოსწავლეები არიან სტუდენტები არიან ეგრე არ არის აქ 40 წელს გადაცილებული ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ ჩვენთან კიდე დამსაქმებლები ისე უდგებიან საკითხს რომ ახალგაზრდა უნდა იყოს პატარა უნდა იყოს ვითომ 40 წელს გადაცილებული ადამიანი რა 41-ის ვარ მე რა არ შემიძლია რომ ვიმუშაო ხო რა სისულელია აი აქ 40 წელს გადაცილებული ადამიანები არიან დასაქმებულები რა და ეს ძალიან მომწონს და ეს არის ძალიან სწორი და ძალიან კარგი აი სასმელები რამდენნაირი არის გულო და სულო ვეძებ ეხლა რომ აბა ქართული მაინტერესებს უბრალოდ თუ იქნება სადმე რამე ღვინო რა ჯერჯერობით ვერ პოულობ მაგრამ მრავალსახეობა აქვს ამათაც რაც ძალიან მომწონს აი რაც მომეწონა აქ აი ძირითადად თავიანთი ნაწარმი აქვს ყველაფერი რა ნუ არის რაღაცები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულებიც მაგრამ ძირითადად თავიანთი წარმოება აქვს აი ეგ არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა ნამდვილად რა შეგვიძლია რესურსი გვაქვს ძალიან დიდი ბევრი რამე ვაწარმოოთ მაგრამ აი სამწუხაროდ მაგ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა და ეს გვაქვს გამოსასწორებელი აუცილებლად არის რაღაცები რაც არის საზღვარგარეთ უკეთესი და ჩვენ გვაქვს გამოსასწორებელი არის რაღაცები რაც ნამდვილად ჩვენთან დახვეწილი არის და მაღალ დონეზე არის და პირიქით აქეთ მოგბაძონ აი ეგ არის ზუსტად რა მე ყოველთვის აი ამას ვამბობ რა და ვიხარჯები ყოველთვის იმისათვის რომ ყოველთვის აი სხვა ქვეყნიდან რაც კარგი არის გადმოვიღოთ ავითვისოთ მიმბაძოლობა გვაქვს ასე თუ ისე საქართველებს და გამოვიყენოთ სასიკეთოდ ეგ ყველაფერი რა აი ბერძნული პური არის ძალიან კარგი კიდე და ერთი უნდა დავაგემოვნო რა აი ცივი სასმელები მაცივარში არ აქვს აი ჩვეულებრივ თაროებში არის აი ჩვეულებრივ თაროებში არის მასივრებში არ აქვს ეგ ძალიან ცუდი არის ჩვენთან კიდე რა ვიცი შეხვალ მარკეტში და ყველაფერი ცივად არის აი კოკაკოლების აი როგორ არის თაროებზე არის დალაგებული რა ხა მინდა რომ ცივი მივირთვა ხო აი არ არის შეიძლება სადმე სხვაგან მაღაზიებში არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ამ მაღაზიაში არა აი მივაგენი ცივლუს ესეთ პატარა მაცივარში აქვს დანარჩენი ყველაფერი თაროებზე არის აი ძალიან ცოტა არის აი აქ შევიძინე 300 გრამი ყველი 2 ლუდი და პური გადავიხადე 8 ევრო არ ვიცი ახლა მოკლედ ძვირი არის იაფი არის ვფიქრობ რომ ძვირი არ არის დაახლოებით არის იგივე ფასები რაც ჩვენთან თითქმის ყველა პროდუქციაზე გარდა ევროპული ყველებისა ევროპული ყველი გასაგები არის რომ აქ უფრო შედარებით იაფი არის აი სად მოხდი საოცარ ნახატებში რა თქმა უნდა ავიღე უფლება ამ ადამიანიდან და ისე ვიღებ ყველაფერს ძალიან ლამაზები არის საბერძნეთის ქუჩები სხვა რა კარგი შესრულება არის საოცარი არის აი საოცარი
ძალიან მაგარი არის. ეხეთ აუშეხედეთ რა მაგარი არის ბიჭო, ძალიან მაგარი. ულამაზესი ნახატები არის. ეხლა უნდა გითხრათ კომედია. დავიკარგე. ჩემს სასტუმროს ვერ ვაგნებ და უფრო მეტ სასაცილოს კიდე გეტყვით რა არის. სასტუმროს სახელიც კი არ მახსოვს. მაგრამ დაახლოებით ვიცი რა რომელ ქუჩაზე არის და იმედია მივაგნებ და არ დავიკარგები. თუ არა და Google გვაქვს, Translate გვაქვს. ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს რომ იმდენი ძველი მეგობარი და ახლობელი შემთხვევით ვნახე აქ ათენის ქუჩებში. მთელი საქართველო აქ არის პრინციპში რა. ეგ არ გამიჭირდება, მაგრამ მინდა რომ აი მე თვითონ არავის დახმარების გარეშე მოვძებნო ჩემი სასტუმრო. რაო, რა თქვეს? ევროპიდან გააგდეს რუსეთიო დაასანქცირესო. აი ათენში მთავარ ქუჩაზე. ეს არის რუსული მაღაზია. ჩემო მეგობრებო. აი მოვიდეთ ახლა ყავის დასალევად. გავაგემონო ამათი ყავა. წყალი როგორც გითხარით, ოდნავ თითქოს რაღაცა მშრალი არის. იქედან გამომდინარე რომ ამათ ხომ ძალიან მარილიანი წყალი აქვს და თავისთავად ეს იფილტრება. და თუ რამე ალბათ კარგი თვისებები აქვს წყალს, ალბათ ყველაფერი ეცლება. არ ვიცი მოკლედ ეგრევე ვერ ვერკვევი, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი წყალი ჯობია. ან ჩვენ ვერ ვეგუებით ქართველები აქაურ წყალს, გასწრის წყალს, არ ვიცი. აბა ნახოთ ყავა. წყალებით არ. არაფერი ისეთი. ერთ-ერთი მთავარი ქუჩა. ისე ერთი კარგი წესი აქვს აქ. სამსახურები ესე იგი იწყება, ანუ ობიექტები იხსნება სადღაც 11-12 საათის შემდეგ. 5 საათზე ყველაფერი დაკეტილი არის. და უკვე გვიან ღამე იწყებენ გამოსვლებს, გართობებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაც შეეხება ეხლა კიდევ უნდა ვთქვა პატრულებას. აი პატრული საერთოდ არ დადის რა. მხოლოდ პატრული ჟარგონს გამოვიყენებ აბირჟავებს იმ ადგილებში, სადაც არიან ხოლმე ბარიგები. აი ეგ არის ამათი პატრულება. სხვაგან აი პატრული ჯერ არ შემხვედრია რა, ორი დღეა დავდივარ ქალაქში და არსად არ შემხვედრია პატრული. ისე რასაც ვთქვით, ზარმაცი ხალხი არიან. მე მგონი. ჩემი აზრით. ჩვენ კიდე ძალიან მშრომელები ვართ ამათან შედარებით. თავდაუზოგავად ვშრომობთ ბევრს, ნამეტანსაც კი. რო დავიწყებთ დილის 8 საათიდან, შეიძლება პატიოსანი მშრომელი ადამიანი, რომელსაც მუშაობა უყვარს, შევიდეს ღამის 12-ზე სახლში. აქ ეგრე არ ხდება. აქ ცოტას მუშაობენ და ბევრს ერთობიან. ეგ მომწონს. შუა საბერძნეთშიც რომ აი ქუთაისს უსმენთ, აბა რა. რანაირი გზებია, რა არის? ჩემ ქუთაისში და ჩემ თბილისში 1000-ჯერ უკეთესი გზებია, რა არის ეს? რა არის ეს? რა ზგავს? რა არის ეს? იცოდე რომ ვერ გაუძლები ჩემს ბაზარს. მე ასე თუ ისე თავი ჩემებურად გამაქვს და მე ჩემი მე არსად არ დამიმალავს ფარავს. ჩემს თვალებს ისევ და ისევ სათვალე ფარავს. არ მგავს არც ერთი რეპერი მე არ მგავს და დედა მოუთხარ ჩემზე გამოგონილ ამბავს. მომოპალავს მე ისევ ყველაფერი არ მაქვს და ბევრჯერ მომიპარავს. შენ ყველაფერი არ დაგინახავს. გაიგე გამიგე ჩემი თავი ასე გამაქვს. მე ვამბობ მართალ შენ გვიან გაიგება მეთქონს. მე ქუთაისელი ვარ ქუთაისში მაგძველი ბინა იქავე ზარდენ დაბადებიდან ბაზარი აღარ მაგარი მე ქუთაისელი ვარ დამოლელი უბნიდან მოდივარ ჩალიჩობებას რაც მე მინდა და როგორც მე მინდა მე მინდა ის რომ არ მინდა რომ ჩემი გაიგო დავდივარ და ბოლელი და მაგრამ თუ არ მოვლენი შენ ახარ გამოგონილი და მე შენი მოსმენა არ მინდა შენი დრო გავდივარ. ეს არის ადგილი ომონია, ქართველების შეკრების ადგილი. სულ აქ იკრიბებიან ქართველები რა.
აი სულ აქ არიან მოკლედ. აქ ეხა რო დაიძახო აბა ქართველი რომელი ხარო, მოკლედ აქ ამბავი ატყდება. მე მინდა ის რომ არ მინდა რომ ჩემი გაიგო დავდივარ და ბოლილი და მაგრამ თუ არ მოვლენი შენ ახარ გამოგონილი და მე შენი მოსმენა არ მინდა აი ეს არის ბომჟების ადგილი, ნარკომანების, მათხოვრების. აი მინდა სულ ვიყოს სულაზე პეტრავს გული სანამ დიდოს ატარებ ჩემთან და არ მინდა ნიდოდ რამე შევხედო და შეგაგდო la puta abusadora eres bien tentadora de todas formas seductora Dios nada que tú გამიშათის ნებადა ჩარობს მინდა ჩემთან გაჩერდეს კიდე იყოს და მე ცოტახში სიმარტოვეს რო ვაგო შეგავს ლებიცი მუსტანგი ვნახე. ხი აქაც მუსტანგი. ველაპარაკე მძღოლსაც. სადაც ვიყავი, აი რომ გითხარით, აი აქ ქართველების თავმოყრის ადგილი არის მეთქი ომონია. მან არის ერთი ქუჩა, რომელიც ვიდეოში ჩანს კიდევაც, სადაც არიან ბომჟები, ნარკომანები, უსახკაროები და ნუ მოკლედ ეგეთი ხალხი რა. ერთი სიტყვით მაგ რომ გავიარე და გადავიღე ვიდეო, გამომეკიდნენ. გამომეკიდნენ მოკლედ ცულებით, ნაჯახებით და მთელი ამბებით და კიდევ კარგი რომ იყო საპატრულო ეკიპაჟი და იმათმა გადამარჩინეს. დანარჩენს ჩემს მეგობრებს და ახლობლებს მოუყვები, როცა ვნახავ მაშინ. აი ეს და მე რაც გაჩვენეთ ეგ კერძები, ყველა შორის ძალიან გემრიელი არის. სვის პროდუქტები იციან მართლა უნიკალურად. აქვს ძალიან ხარისხიანი და მომზადებაც იციან ძალიან კარგად. სულ რაღაც 40 ევროში. ორი ლუდი, ეს ყველაფერი 4-ნაირი, 5-ნაირი კერძი, თევზი, რავი. 40 ევროში ყველაფერი მოვიდა, ისე რომ აი ერთი კაცი, აი ფიზიკურად ვერ მოერევა. ძალიან კარგი არის. აი ძალიან კრევეტები მომეწონა, არის სასწაულად მომზადებული არის. აეროპორტში მივდივარ, რადგან გამოფრინდე ქუთაისისაკენ. გურული სიმღერის ფონზე მოვდივარ. ეს ათედის სტუმარი ვარ. სიხარულით მიწდებს გული მოსპინძელოთო კარი სიმღერა მაქსიმ საქართველოში მოვფრინავ და უკვე ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ. მომენატრე საქართველო. მოვდივარ ჩემო საქართველოს შენთან შესახვედრად. რამდენი ხანი არ ყოფილვარ. გამაჩერე ერთმა თანამშრომელმა. სერ, გაჩერდიო, დასკანერდიო. მივასკანერე ეგრევე რა. ძალიან დიდი აეროპორტი არის, აი ძალიან დიდი. და ესკალატორებს მივყვები და თან მოძრაობ, რომ არ დამაგვიანდეს. მოკლედ, მალე ჩავჯდებით თვითმფრინავში. და როგორც დაწვება უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში როგორც დაწვება უნდა სრულდეს ასმენატრება როგორც დაწვება უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში როგორც დაწვება უნდა სრულდეს ასმენატრება ვიდა ლაპარაკობ უფრო მეცვის მელ ბაგრატიონის დროის შემონგრეულ ქვებს უცქები კაცს ნახტობს მეორე თეთრი ხიდიდან აონს ერთი დინება აქვს ყველა დროიდან უნდა გაფლანგო განადრო რაში ძირძოლ ფესვი ანობს საუკუნეების განმავლობაში სხეული და მაქვს ქუთაისელი ამაღ იმზერით აღმაშენებელი ქუთაისი ბწყინავს რაცა ტრასებია სველი ჩემს გალაქს ამ შენებს ნაცრისფერი თუ საქმე კიდე გამიკითხო გაინტერესებს კვლავ მეგობა რომელიც ვახ, რა კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როგორ მომენატრე. ეხლა მივიდეთ ჩემს ცხენთან. არც მახსოვს სად დავაყენე. მაგრამ დაახლოებით აი აქ უნდა იყოს სადღაც. აბა მივიდეთ და ვნახოთ. ჩემი ოქროს ბიჭუნა.
როგორ მომენატრე ბიჭო, როგორ მომენატრე. ჯერ შემოგხედო წინიდან, გვერდიდან, უკნიდან. როგორ მდგომარეობაში ხარ. აჰა, ყველაფერი არის კარგად. ყველაფერი არის კარგად. შენ შემოგევლე, მე შემოუქროს ბიჭუნა. ეხა დაქოქავდა ჯერ ქუთაისში და შემდეგ თბილისში ჰერი.